ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ლაშა თორდია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და პირდაპირ მისგან გავიგებთ, რა საქმეებს სწავლობს მისი უწყება ამ ეტაპზე. მოგესალმებით, ბატონო ლაშა. მოგესალმებით, ელემაყურებელს. ბატონო ლაშა, რამდენი საქმე შეისწავლეთ თქვენ კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროში და აქედან რამდენი გადაეგზავნა პროკურატურას უკვე? ჩვენ 2013 წლის ივლისიდან სწავლობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსურ საქმიანობას, სწავლობთ ფინანსური მართვისა და შესყიდვების დეპარტამენტს, შევისწავლეთ დელტა, ასევე ვიყავით შესული კვების კომპანიაში, თუმცა ვინაიდან მთავარი პროკურატურის მიერ იქნა ამოღებული დოკუმენტაცია, ჩვენ ვარვით დასკვნის გაცემაზე. რაც შეეხება საკითხებს, რომელზედაც არის საუბარი დღეს, მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილია დაახლოებით 10 საკითხი 12-მდე სადღაც, რომელიც ასევე მუშავდება. ეს შეეხება როგორც 2011, ასევე 2012 და ასევე 2013 წლებს. 10-ვე საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს. დიახ, თავდაცვის სამინისტროს ეხება და რომელი პერიოდია წლებს? ირაკლი ალასანიას პერიოდს 12-13. მათ შორის არის ერთი საკითხი, რომელიც ეხება ირაკლი ალასანიას პერიოდს. 10-დან მხოლოდ ერთი. ორია, მაგრამ ერთი არის მნიშვნელოვანი და ერთი კიდევ საჭიროებს დამატების გაანალიზებას, რამდენად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. რა საკითხია შეგიძლიათ გითხრათ ის ერთი მნიშვნელოვანი? საკითხს ვერ გეტყვით, ვინაიდან გრიფით საიდუმლო აღნიშნულ დოკუმენტაციას ადევს თვითონ თავდაცვის სამინისტროს მიერ. ბატონო ლაშა, ის მაინც შეგიძლიათ გითხრათ, რომ არის თქვენ იურისტი ბრძანდებით და თუ შეგიძლიათ თქვათ, რომ აქ იმდენად დიდ დარღვევაზე შეიძლება იყოს საუბარი, რომ საქმე მივიდეს ირაკლი ალასანიას დაპატიმრებლად და ყოველ შემთხვევაში საკითხი დადგეს ასეთი ფორმით. ჩემი კომპეტენცია ეს ნამდვილად არ არის, მიუხედავად ამისა, რომ შეიძლება იურისტი ვიყო, ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩაატაროს მთავარმა პროკურატურამ და შემდგომ უშუალო ბრალეულობა კონკრეტული პირის უნდა დაადგინონ საგამოძიებო პროცედურის დასრულების შემდგომ. ეს იქნება მინისტრის მოადგილე თუ სხვა თანამდებობის პირი, რომელთან მიმართებაშიც საგამოძიებო უწყებას ექნება კონკრეტული მტკიცებულებები, ამ შემთხვევაში ისინი გააკეთებენ დასკვნას და ალბათ განცხადებასაც. საბოლოო ჯამში მე ვთვლი, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ამ საკითხთან დაკავშირებით ეს რაღაც ფარული საუბრები, რომ ვერ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ადევს საიდუმლო და ასე შემდეგ. მით უფრო მეტი ფანტაზიის საშუალებას მივცემთ სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ. შესაბამისად, თქვენ თანხმობით, რომ მინიმალურად გასაიდუმლოები უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეთანხმები, ვიდრე რამდენად შეზღუდული ვართ ჩვენც რომ ვისაუბროთ, უბრალოდ ხდება გარკვეულწილად ჩვენი სამსახურის მოხსენება პოლიტიკური პროცესის მიდამოებში, თუ შიგნით არა, რაც ძალიან სამწუხარო არის ჩვენთვის და მე იმედი მაქვს, რომ დობი ჯგუფის განხილვის შემდგომ ასევე ეს მასალები გასაჯაროვდება და შესაძლებლობა მიეცემა ყველას, რომ დეტალებში ნახოს თუ რასთან არის დაკავშირებული აღნიშნული მასალები. ბატონო ლაშა, ის მაინც ხმის გაორება არის და იქნებ გავახსოვროთ. კი ბატონო, იმედია გესმით ჩემი კითხვები მაინც. თქვენი მესმით, ჩემი ხმა მესმის. გასაგებია. ბატონო ლაშა, შეგიძლიათ ის მაინც გითხრათ ზოგადად ეს საქმე, რომელიც ეხება ირაკლი ალასანიას პერიოდში თავდაცვის სამინისტროს, ეხება ეს საქმე შესყიდვების ნაწილში გამოვლენილ დარღვევებს ან თანხების გაფლანგვას. ეგ შემიძლია დაგისდასტუროთ, რომ ეხება შესყიდვების ნაწილს, კი ბატონო. გასაგებია. არ ეხება ეს კაბელების თემას, არ ეხება ეს არის ეს ის საქმეები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვიცით. არ ეხება აქ საუბარი იყო საბურავებზე და აკუმულატორებზე. ალბათ ეს საუბარი კვლის პალიტრის მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა ჟურნალისტმა, რომელმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით სტატია საბურავებთან და აკუმულატორებთან დაკავშირებით, რაღაც სხვა წყაროზე დაყრდნობით გააჟღერა ეს ინფორმაცია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გააჟღერებული არ ყოფილა. ანუ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ ის რის შესახებაც თქვენ ისაუბრეთ, ჩვენ გვაქვს საქმე კიდევ ერთ მასალასთან, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროს იმ პერიოდს, როდესაც იქ მინისტრი იყო ირაკლი ალასანია და საქმე ეხება შესყიდვებში გამოვლენილ შესაძლო დარღვევებს ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით.
კარგი, ბატონო ლაშა, კიდევ რომელ სამინისტროებში სწავლობთ თქვენ საქმეებს, იმიტომ რომ იყო იქ საუბარი ოპოზიცია საუბრობს იმაზე, როდესაც მოიხსენიებენ თქვენს უწყებასაც როგორც ერთ-ერთ პოლიტიკურ იარაღს ამ პროცესებში, რომ თქვენ ფოკუსირებულად სწავლობთ სწორედ თავდაცვის სამინისტროს. ასია ეს თუ არა და თუ არა, მაშინ რომელ სამინისტროებში შეისწავლეთ კიდევ თქვენ საქმეები და რა ტიპის დარღვევები აღმოაჩინეთ, ზოგადად მაინც თუ შეგიძლიათ თქვენ. ცოტა ირონიით თუ შეიძლება გეტყვით, სწავლობთ ინფრასტრუქტურას, მტევლთა სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შესვლას ვაპირებთ სასჯელ ახურებების სამინისტროში, მთავრობის კანცელარიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და განათლების სამინისტროში და თუ აქედან რომელიმე მინისტრი მოხსნეს ან რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა, წინასწარ გავფრთხილებთ, რომ ჩვენ არ დაგვაბრალოთ მერე რაიმე. თქვენ ახლა აქედან გამომდინარე ამბობთ პოლიტიკური იარაღი ამ პროცესებში. ბატონო ლაშა, მე რამდენადაც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, სპორტის სამინისტროში და განათლების სამინისტროში არის აგრეთვე გარკვეული დარღვევები აღმოჩენილი, თქვენ გადააგზავნეთ უკვე ეს მასალები პროკურატურაში. განათლების სამინისტროს რაც შეეხება ერთი წელი არის ვებგვერდზე დევს განათლების სამინისტროსთან დაკავშირებული ჩვენი დასკვნა. ზუსტად ამ პროცესებიდან გამომდინარე დღეს გაიხსენა ყველა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზოგადი საქმიანობა. თუმცა ძალიან მარტივად შეიძლება გადამოწმება მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან უბრალოდ ჩვენ ვებგვერდზე შესვლით, როდის იქნა აღმოჩენილი განათლების სამინისტროში დარღვევები ან შინაგან საქმეთა სამინისტროში დარღვევები. ეს მასალები უკვე დიდი ხანია ვებგვერდზე დევს და დღეს ვსაუბრობთ იმ დარღვევებზე, რომელზედაც ჩვენ ერთი წლის წინ უკვე დასკვნა ქონდა გამოცემული. არის განათლების სამინისტროს კიდევ ერთხელ გავიმეორებ დარღვევებთან დაკავშირებით საუბარი, მერხების შეძენასთან, ჯანდაცვის სამინისტროში იყო საუბარი საავადმყოფოების არასაბაზრო ფასად გასხვისებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო გარკვეულ შესყიდვებთან დაკავშირებით პრობლემები, რომლებიც იქნა მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილი. რამდენი საქმეა გადაგზავნილი თავდაცვის სამინისტროს გარდა, თავდაცვის სამინისტროზე თქვენ ისაუბრეთ? თავდაცვის სამინისტროს გარდა ამ ეტაპზე წლევანდელს თუ ვიკითხებთ 28 საკითხია გაგზავნილი, შეეხება მათ შორის მუნიციპალიტეტების თემებს, მათ შორის ზოგიერთ სამინისტროს, ასევე მარტო სამინისტროებს არ ვსწავლობთ, საქმეუწყებო დაწესებულებებს ვსწავლობთ, სადაც არანაკლები ბიუჯეტი არის სამინისტროებზე და პროგრამები, მაგალითად ბავშვთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა და ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მხოლოდ სამინისტროს საქმეუწყებო დაწესებულებები ყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ და ამ საკითხებთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ არის დანაშაულის ნიშნები, მათ ვაგზავნით შესაბამის სამართალდაცვა ორგანოებში. ბატონო ლაშა, თქვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო ახსენეთ, მაია ფანჯიკიძის ყოფილი უწყება, თუ შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით მოგვაწოდოთ მეტი დეტალი და თუ მიმდინარეობს საქმეების შესწავლა ალექსი პეტრიაშვილის ჩვენი სტუმრის ყოფილ უწყებაში, ანუ ევროინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრის კაბინეტში, აპარატში. ევროინტეგრაციის სამინისტროში ჩვენ ვიყავით შესული, უბრალოდ არ უკავშირდებოდა ეს ბატონი ალექსის პერიოდს. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენ შევედით მას შორისაც ძველი მინისტრი იყო ჯერ წარმოდგენილი ამ აქ სისტემაში და ეხლაც გრძელდება შემოწმება. ბატონო ლაშა, თქვენ თუ გაქვთ ნდობის ჯგუფისთვის გადაგზავნილი რაიმე მასალები, ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესოა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული მასალები. როგორც გახსოვთ, წინა კვირას ნდობის ჯგუფის მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა, რომ ჩვენ გადაგვეგზავნა მასალები თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე იქნა გამოგზავნილი წერილი და მოთხოვნა, რომ ჩვენ გავაგზავნა ინფორმაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოწმების მასალებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მასალებთან დაკავშირებით. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით არასკევს ჩვენი მხრიდან მასალები იქნა მიწოდებული ნდობის ჯგუფისთვის. დიდი მადლობა ბატონო ლაშა, ლაშა თორდია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ბატონო ალექსი, აი ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ აუდიტის სამსახურმა დამატებითი მასალები გადააგზავნა უკვე პროკურატურაში.